იყო ხრიკი, საცირკო წარმოდგენას მე უფრო დავარქმევდი, როცა პროკურატურამაც და სასამართლომაც იჟონგლიორეს საქართველოს კანონით. სისხლისამართლის საპროცესო კოდექსით 93 მუხლით ხდება მტკიცებულების დართვა წინა სასამართლოს დომაზე, ხოლო 239 მუხლის მიხედვით ხდება საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების დართვა. ორივე ამ შესაძლებლობას აქვს თავისი სტანდარტი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორივე ეტაპი ამოწურული და გავლილი იყო, ბრალდების მხარე ფიზიკურად მტკიცებულებას ვეღარ წარმოადგენდა ამ საფუძვლით, ბრალდების მხარემ გამოიყენა ეს ხრიკი და ეს ხრიკი იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რადგან 115 მუხლი ითვალისწინებს მოწმის მიერ ჩვენების მიცემისას ნივთით ჩანაწერით სარგებლობის შესაძლებლობას, მაგრამ აქ ჩვენ არ უნდა დაგვეუწყდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ეს შესაძლებლობა ემსახურება მოწმის მიერ ჩვენების მიცემის გაადვილებას, გაიოლებას და არა მისი მხრიდან გამოყენებული კონკრეტული ჩანაწერის ნივთმტკიცებას დართვას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ნივთმტკიცება ფიზიკურად ინფორმაციულია უკვე და ფიზიკურად ვერ ხდება მისი საქმესთან დაკავშირება და ამ საქმეზე მის საფუძველზე უკვე ჩვენების გამოტანა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ მერე მოითხოვდნენ ეს ნივთმტკიცება დართვას. ამ ეტაპზე ნახეთ, როგორც კი ეს მისი გამოკვლევა მოხდება და ამით იხელმძღვანელებს, ამის შემდეგი ეტაპია 115 მუხლის საფუძველზე მე-6 პუნქტის ჩანაწერის მიხედვით მხარეს უფლება აქვს და შესაბამისად, რადგან ეს მოწმე ბრალდების მხარე იყო, უკვე ბრალდების მხარეს ამის საფუძველზე მიეცემოდა შესაძლებლობა მიეცემა, რომ ეს კონკრეტული ჩანაწერი დაურთოს სისხლისამართლის საქმეს და ისეთივე ფორმით აღმოჩნდება ფაქტობრივად და ისევე შეაფასებს ბრალდების მხარე ამას დასკვნით ნაწილში, როგორც ისაუბრებდა მანამდე წარდგენილ მტკიცებულებაზე, რომელი მტკიცებულებას არაინფორმირებული ინფორმაციული იყო. მე მაინტერესებს, რატომ არ განიმარტება თქვენი შეფასებით საპროცესო კოდექსის 115 მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ისე როგორც განმარტა ეს მოსამართლე თამარ ჭენჭიშვილმა. ნახეთ, 93 მუხლი, როგორც ზემოთაც აღნიშნე, ითვალისწინებს მტკიცებულების დართვის შესაძლებლობას წინა სასამართლოს დომამდე 5 დღით ადრე და 239 მუხლი ითვალისწინებს და ახალი მტკიცებულების დართვას. ეს ამ ფორმით წარდგენილი ინფორმაცია, რასაც მოწმის ჩვენების მიცემის გაადვილება უნდა შეეძლოს, თავისი შინაარსით არ უნდა აღმოჩნდეს საქმეში როგორც მტკიცებულება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, ეს აღმოჩნდებოდა, იმიტომ რომ ხმა არ ქონდა. კი ბატონო, ნახეთ, აქ რომ ქონოდა ჩვენ ეს მოცემულობა, რომ ის ვიდეო, რაც გამოიკვლია ბრალდების მხარემ და მას რო ხმა ქონოდა და ამ ორი ჩანაწერის ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობა რო ქონოდა მხარეს, ბუნებრივია ეს საკითხი არ დადგებოდა ასე პრობლემურად, მაგრამ ეს შესაძლებლობა და ეს ჩაუვარდნა ბრალდების მხარის სწორედ იმიტომ გამოიყენა ბრალდების მხარემ ახალი მეთოდით, რომ ფაქტობრივად იგივე ხასიათის წარმოუდგენელი და გაურკვეველი წარმომავლობის შინაარსის ტექსტი, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, წარედგინა საქმეში და ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ერთი. დათვალიერების ოქმი, რომელიც ამ 14 წუთიან ვიდეოს ასახავს თითქოს ფაქტობრივად ის მოქმედება, რაც გაუნძიებელმა ასახა, რომ მან ასევე ჩაიწერა და შეინახა მისთვის რაღაც დაარქივა დაახლოებით ასეთი ფორმით, ოქმში ეს არ არის ასახული და მითითებული. შესაბამისად, ეს არასწორი მანკიერი პრაქტიკა აბსოლუტურად დაარღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვფიქრობთ, რომ ცალსახად შეილახა ბრალდებულთა სამართლიანი სასამართლოს უფლება იმ გადაწყვეტილებით, რომელიც დღეს მიიღო სასამართლომ. ძალიან მარტივი წესი, რაც სისხლისამართლის პროცესში არსებობს, არის ის, რომ ყველა მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიყენოს ბრალდებულის დამნაშავეობის შესაფასებლად, უნდა იქნეს სასამართლოში წარმოდგენილი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ სავარაუდო დანაშაულის ორგანიზებას, ხოლო დღეს პროკურატურამ ჩაიდინა გაუგონარი რამ, როცა გამომძიებელს მოატანინა ფლეშკით და მან თავად აღნიშნა, რომ ჯიბეში მაქვს ზოგადად ფლეშკა, სადაც მწერია ვიდეო, რომელსაც არ გაუვლია არც ეტაპი, არც რამე ექსპერტიზა, არც ვიცით რა ვიდეოა ნამდვილია თუ არ არის და სასამართლომ სამწუხაროდ მისცა შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულება იქნეს ჩართული სასამართლო პროცესზე და დაერთოს საქმეს. ეს ნიშნავს იმას უბრალოდ, რომ პროკურატურამ ნაუცბათევად ჩაკერებულ საქმეში გაყალბებული მტკიცებულების ჩაკერებაც კი ვერ მოახერხა და ახლა გამოძებნეს მოსამართლე, რომელიც როგორც იქნა, ბევრი პროცესის მერე, როცა იგი თამაშობდა, დაცვის მხარის მიმართ ლოიალურად განწყობილ მოსამართლეს და ობიექტურ მოსამართლეს და ცდილობდა ამის დამტკიცებას ბრალდების მიმართ გამოთქმული შენიშვნებით და საბოლოო ჯამში დატოვა ეს როლი და გამოაჩინა თავისი საკუთარი სახე, რომ იგი არის უბრალოდ ისეთივე მოსამართლე, როგორც კლანის ნებისმიერი სხვა დავალების შემსრულებელი მოსამართლე. ბუნებრივია, კანონის ცალსახად არღვევაა და არამხოლოდ შიდა კანონმდებლობის ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვა. სამწუხაროდ ამას თამარ ჭედრიშვილისთვის არ მგონია დიდი მნიშვნელობა გააჩნდეს, მაგრამ მე ღრმად მჯერა იმის, რომ სამართალი თავის გზას არ დაკარგავს და ეს იქნება დღეს ხვალ და საქართველოს თუ საერთაშორისო არენაზე ეს
ნაწილი გახდება არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების და ზოგადად ამ განაჩენის, რომლის შინაარსიც მე უკვე წინასწარ ვიცი, გაუქმების საფუძველი, არამედ საკმაოდ ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საფუძველი. ეტაპობრივად რომ მოგვიხდეთ, წარდგენის შემდგომ, აი როგორ მოხდება მტკიცებულება დარტყმა. ეს ცალსახად პირველ ეტაპზე ხომ არ არის მტკიცებულება, აი როგორ გახდება მტკიცებულება? ხო, მოსამართლე ხას ხო, მარტივად რომ ვიტყვი. ტექნიკურად ეს ვიდეო ჩაირთვება და მე დაირთვება. ეხლა მოგახსენებ. ამ ვიდეოს მოკლედ მოწმეს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აქვს უფლება ისარგებლოს გარკვეული ჩანაწერით. ეს ნორმა არის მიმართული იქითკენ, რომ მოწმეს თუ რაიმე დიდი ჩვენება აქვს, რაიმე სპეციფიკური ჩვენება აქვს, ციფრები უნდა დაიმახსოვროს, თარიღები უნდა დაიმახსოვროს, ექსპერტიზის დასკვნა და ტექნიკური მონაცემები უნდა დაიმახსოვროს. ამისთვის მას შეუძლია ჰქონდეს ჩანაწერი, რომელსაც დახედავს, იქნება ეს მობილური, იქნება ეს ჩანაწერი, მაკეტი, ნახაზი თუ ასე შემდეგ და შემდეგ გასცეს კითხვაზე პასუხი. მაგალითად, კითხვაზე თუ რა იყო პირობითად ნარკოტიკის შემცველობა კონკრეტული ადამიანის სისხლში, ამისთვის შეიძლება ექსპერტს დასჭირდეს ჩახედვა დასკვნაში, რომ ციფრი დაიმახსოვროს, ხომ? მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა აბსოლუტურად ულოგიკოდ და კანონის დარღვევით გაავრცელა სასამართლომ ვიდეო ჩანაწერზე და ფლეშკაზე, რომელსაც დაახვედრეს იქვე სასამართლოს მიერ მოწოდებული ლეპტოპი, რომ მთელ დარბაზს და მოსამართლესაც ეს ცრუ მტკიცებულება და დაუშვებელი მტკიცებულება მოესმინა. ამის შემდეგ ბატონი პროკურორი ადგება და იტყვის, რომ მე ვითხოვ მოწმის მიერ გამოყენებული ჩანაწერის ნახვას და საქმისთვის დართვას, რის საშუალებასაც საპროცესო კოდექსი იძლევა. ამ გზით მოხდება უკანონო მტკიცებულების დაუშვებელი მტკიცებულების ლეგალიზაცია და ამ ფორმით საქმეში ჩაკერება, საქმეზე მიმაგრება. მე მაქვს კითხვა. აი ეს იყო თუ არა ხრიკი და ამ ხრიკზე კანონიერი გზებით იარა პროკურატურა თუ უკანონო? რა თქმა უნდა, ეს იყო ხრიკი, საცირკო წარმოდგენას მე უფრო დავარქმევდი, როცა პროკურატურამაც და სასამართლომაც იჟონგლიორეს საქართველოს კანონით, თუმცა ცხადია აბსურდულია ის მტკიცება, რომ მათი თქოს კანონი არ დაურღვევიათ. ამაზე აპელირებდა მოსამართლე და პროკურორიც, მათ როგორც ჩანს შინაგანად აწუხებთ ის, რომ დაარღვიეს ძირითადი პრინციპები სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა, თუმცა ცალსახაა ის, რომ ნორმის მიზანი, რომელიც მოწმეს ჩანაწერით სარგებლობის უფლებას აძლევს, არის ის, რომ მას მოწმეს დაეხმაროს ეს ჩანაწერი მოვლენების აღდგენაში, არა ის, რომ მოხდეს ამტკიცებულების წარდგენა სასამართლოში, ან მისი დემონსტრირება სასამართლო დარბაზში. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ეს გააკეთეს ტექნიკური ნორმა, რომელიცაც აბსოლუტურად სხვა მიზნები აქვს, გამოყენებული იქნა ბრალდებულების საწინააღმდეგოდ საკუთარი უკანონო ქმედებების გასამართლებლად. ამასთან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე არ მგონია, რომ ამ მდგომარეობაში, თავის ჩაგდება უფრო მარტივი და ადვილი არის სასამართლოსთვის და არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ ეს უფრო კარგი გამოსავალი იყო, ვიდრე საერთოდ არ არსებობა ამტკიცებულების ამ ფორმით საქმეში. ჯობდა რომ ალბათ ისე გაეკეთებინათ, იმიტომ რომ განაჩენის შინაარსს ყველა მოიცი და ამგვარი მკაფიო საპროცესო დარღვევა მაინც არ იქნებოდა სახეზე, თუმცა ეს არის სავარაუდოდ იმ მსჯელობისა და დისკუსიის შედეგი, რომელიც სასამართლო კლანსა და პროკურატურას შორის და პოლიტიკოსებს შორის გაიმართა ჩვენი ბოლო პროცესის შემდეგ, როცა აღმოვაჩინეთ და დავადგინეთ, რომ ვიდეო საქმეში არ დევს. თქვენ ახსენეთ, ბოლოს მოუწოდეთ სასამართლოს და სასამართლომაც გადასცა მოწმეს, რომ ყურსასმენები ქონოდა თან, როდესაც დასჭირდებოდა ვიდეოთი ხელმძღვანელობა და შემდგომ ამ ფორმით არ მომხდარიყო ამ ვიდეოს შინაარსის დარბაზში გაჟღერება. დააზღვევს თუ არა თქვენ მიერ შეთავაზებული ეს შესაძლებლობა მტკიცებულებად რომ დაემატოს? არა, რა თქმა უნდა, ეს მას არ დააზღვევს, ეს დააზღვევს ერთადერთ რამეს, რომ ეს ვიდეო მტკიცებულება არ იქნეს გამოკვლევის სახით დარბაზში დემონსტრირებული და მხოლოდ მოწმეს ესმოდეს იქ რა ისმის ამ ეტაპზე, თუმცა ბუნებრივია ის საქმის დაერთვება და მას მოსამართლე გაეცნობა. ამასთან ძალიან მარტივი პარალელი რომ გავავლო, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მარტივი შემთხვევა, როცა მაგალითად მკვლელობის იარაღი არ არის საქმეში წარმოდგენილი და მკვლელობის გამო ედეობიან ადამიანებს და სასამართლოს ხდომაზე, მაშინ როცა უკვე წინასამართლო ეტაპი გავლილია, მოწმემ პოლიციელმა მოიტანოს მკვლელობის იარაღი, არ ვიცი, დანა, პისტოლეტი სამსახურიდან და თქვას, რომ აი მე მაქვს ინფორმაციის შემცველი ობიექტი და მინდა რომ ის დავიხმარო და ეს დაერთოს სასამართლო საქმეს და ამის საფუძველზე იქნეს მიღებული გადაწყვეტილება გამამტყუნებელი მიღებული. ბუნებრივია ეს არის აბსურდი, ყველანაირ მიზანს ნორმისა ეწინააღმდეგება და სამართლებრივად იურისტების და პირველ რიგში მოსამართლის მოვალეობა არის სწორედ კანონის ინტერპრეტაცია. კანონის ინტერპრეტაცია პირველ რიგში ხდება ყოველთვის ბრალდებულის სასარგებლოდ, თუმცა ბუნებრივია ბრალდებულის სასარგებლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ამ საქმეებს განიხილავენ, შეუძლიათ მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტა, მაგალითად ის, რომ საჭმელად გაიყვანონ, მაგალითად ის, რომ საბერფაშოში გაიყვანონ. თუმცა შინაარსობრივ საკითხებზე დამოუკიდებლად მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი ჩემ და სამწუხაროდ და ქვეყნისთვის საუბედუროდ მათ არ გააჩნიათ. ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ვიდეოებს ვსდევთ და ამიტომ ბუნდოვანი არის საკითხი, რომელიც გონია რომ ყველა მიცის. რა ვიდეოა ეს და რატომ ამ ვიდეოზე, რატომ არის ეს? ამ სხვა ვიდეოზე ეს ხომ არ იქნება? ეს ვიდეო არის ძალიან მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვიდეოს საფუძველზე, რომელიც არის რეალურად ლაივი, გავრცელებული ერთ-ერთ Facebook გვერდის მიერ, ბრალდების მხარის მტკიცებით ჩანს და ისმის ზვიად ცეცხლაძის მიერ დაორგანიზება დანაშაულისა. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ვიდეოს არ აქვს ხმა, ჩვენ ვიცნობთ სასამართლოში არსებულ მასალებს, სასამართლოს ხმაზე მოხდა ამ ვიდეოების ჩართვა და მათ არ გააჩნიათ ხმა. ბუნებრივია მთელი ეს ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ გამონძიებელმა მოусმინეს ამ ვიდეოს, იყრებოდა წყალში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ნაკლები სირცხვილი აერჩიათ სასამართლოში და პროკურატურაში და მათი აზრით, მათი ჭკუით, ჩემი აზრით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აარჩიეს უფრო პატარა სირცხვილი, უფრო დიდ სირცხვილს, თუმცა ცხადი ამით არსობრივად არაფერი იცვლება, ეს უბრალოდ ძალიან ნათელი ინდიკატორია იმისა, თუ რა უბედურ დღეში არის სასამართლო და ბრალდების მხარე, როგორც ამ საქმეზე, ასევე ზოგადად, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, ეს პრაქტიკა საზიანო არის არა მხოლოდ დღეს იმ ადამიანებისთვის, ვინც პოლიტპატიმრები ერენ და სასჯელს იხდიან, არამედ ნებისმიერი დაკავებულისთვის, რომელთა წინააღმდეგაც პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. დიდი მადლობა.